55 тысяч и плюс велика кількість. Volodymyr Zelenskiy აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა 55,000 მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. Depuis 4 ans, combien d'Ukrainiens sont morts? რამდენი უკრაინელი დაიღუპა 4 წლის განმავლობაში? გვესმის 10,000-ობით, 100,000-ზე მეტ დაღუპულზე. გაქვთ თუ არა ზუსტი ციფრები? ოფიციალურად ბრძოლის ველზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა იქნება ეს სამხედრო პერსონალი თუ მობილიზებული პირები 55,000-ია. ასევე ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება. დასულ წელს Volodymyr Zelenskym თქვა, რომ 2025 წლის დასაწყისისთვის ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა 46,000-ს აღემატებოდა. ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში მან უპასუხა კითხვასაც, ეშინია თუ არა უკრაინას ომში დამარცხების. გეშინიათ ამ 4 წლიანი ომის წაგების? რა თქმა უნდა. თუ ამ ომს წავაგებთ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას უბრალოდ დავკარგავთ. მისი შენარჩუნება აქამდე შევძელით. და თუ დავკარგავთ, თუ რუსეთის ნაწილი გავხდებით, ეს სრულიად საზარელი დანაკარგი იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება. Volodymyr Zelenskym ეს განცხადებები მაშინ გააკეთა, როცა მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით აბუ-დაბიში მოლაპარაკებებს აწარმოებენ. Zelenskiy მოკავშირეებს მოსკოვზე ზეწოლისკენ მოუწოდებს და ხაზს უსვამს უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობას, რათა მომავალში რუსეთის ხელახალი თავდასხმა აიცილოს თავიდან. მოლაპარაკებების პარალელურად ომი გრძელდება. რუსეთის სამიზნე კვლავ უკრაინის ენერგეტიკული სექტორია. Human Rights Watch-ის ცნობით გასულ წელს უკრაინაში სამოქალაქო მსხვერპლი 31%-ით გაიზარდა. ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 15,000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.